სამი მიზეზი თუ რატომ დაგეხმარება ვაშლის ზმარი წონის დაკლებაში. ვაშლის ზმარი არ არის სასწაულმოქმედი სითხე, მაგრამ სწორად გამოყენების შემთხვევაში იგი შეიძლება დაგეხმაროს წონის დაკლებაში. პირველი, მადა და შიმშილის კონტროლი. ვაშლის ზმარი ეხმარება ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის დაბალანსებაში. და უხეშად რო ვთქვათ, როცა შაქარი არ დარბის ზევით ქვევით, შიმშილი ნაკლებია, ტკბილეულზე ლტოლვა კი მცირდება. მეორე, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხარდაჭერა. ზოგიერთ ადამიანს ზედმეტი წონა, იმიტომ კი არ აქვს რომ ბევრს ჭამს, არამედ იმიტომ, რომ მისი ორგანიზმი ცუდად ამუშავებს იმას, რასაც ჭამს. ვაშლის ზმარი კი შეიძლება დაეხმაროს მონელებას, შეამციროს სიმძიმე, შებერილობა და მისგან გამოწვეული დისკომფორტი. მესამე, მხოლოდ ვაშლის ზმარი არ დაგეხმარება წონის დაკლებაში, მაგრამ ის შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი, რომლითაც ადამიანი იწყებს საკუთარ თავზე ზრუნვას და ხშირად სწორედ აქედან იწყება ცვლილებები. სანამ გათიშავ ვიდეოს, ახლა ყურადღებით მომისმინე. ვაშლის ზმარი არ არის ყველასთვის. არ არის რეკომენდებული თუ გაქვს კუჭის მაღალი მჟავიანობა, გასტრიტი, წყლული, რეფლუქსი, კუჭის ტკივილი, წვა, გულძმარვა, კალიუმის დაბალი დონე ან სვამ გარკვეულ მედიკამენტებს, განსაკუთრებით კუჭისთვის და არასდროს დალიო მხოლოდ ვაშლის ზმარი. ყოველთვის ერთი სუფრის კოვზი გააზავე 300 მლ წყალში. წონის დაკლება არ ხდება ერთი პროდუქტით. ეს არის სისტემა, ჩვევები და სწორი მეთოდოლოგია. ვაშლის ზმარი შეიძლება იყოს დამხმარე, თუ სწორ დროს და სწორად გამოიყენებ. გამოიწერე ჩემი გვერდი, აქ მეტი სარგებელია.